სტუდია. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, გთავაზობთ პროგრამას ჩვენი საგანძური, რომელსაც გაუძღვები ავტორი ივანე ჯაფარიძე, სარეჟისორო პულტთან კი თამარ ჯანიაშვილი იმუშავებს. ჩვენ 45 წუთის განმავლობაში ვიქნებით სტუდიაში და გადაცემის სრულობის დროს შეგიძლიათ დაგვირეკოთ ტელეფონის ნომრებზე 240 91 92 ან 240 92 92. ძვირფასო რადიო მსმენელებო, ამ დიდებული ჰიმნის შემდეგ გეტყვით, რომ პროგრამა ჩვენი საგანძურის დღევანდელი გადაცემა ეძღვნება ხარაგაულში, კერძოდ კორიფეთა სამკვიდრო სოფელ ფარცხნალში 28 და 29 მაისს ჩატარებულ ლიტერატურულ კონკურს ოდეონს, რომლის დამაარსებელი და სულისჩამდგმელი გახლავთ რეზო თაბუკაშვილის სახელობის ხარაგაულის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და მისი ხელმძღვანელი ჭეშმარიტი მამულიშვილი, ჩვენთვის ყველასთვის საყვარელი ქალბატონი იზა ვებხაძე. სამწუხაროდ დღეს ქალბატონმა იზა ვერ მოახერხა ჩვენთან მოსვლა, მაგრამ მე ვიტყვი შემდეგ მის შესახებ, მისი ორგანიზატორული ნიჭი და მისი ეს პუნქტუალობა იმაშიაც ჩანს, რომ აი ახლა ხაზე გვყავს და პირველი სიტყვა მაინც მას უნდა გადავწე. მოგესალმებით ქალბატონო იზა. მოგესალმებით. ჩვენთან ხარ მაინც მიუხედავად იმისა, რომ სტუდიაში არ გვიზრდიხარ. თქვენთან ვარ, თქვენს რადიოსთან, თქვენთან დიდი მადლობა ჩართვისთვის. აი, ოდეონი 2016
ჩატარდა, აგერ მყავს მესტუმრები, მე მინდა წარუდგინო ჩვენს რადიო მსმენელს ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმრები, კონკურსში გამარჯვებული პოეტი ედუარდ უგულავა, პრიზორები პოეტები ნინო მოდრეკილაძე და მაია მიქაია და ჩვენი ოდეონის და საერთოდ ქართველი ქველმოქმედი ოდეონის სპონსორი ყოველნაირად დამხმარე ბატონი ფრიდონ მახრაძე, რომელმაც დღეს ახლა თქვენ ამას ვერ ხედავთ, მაგრამ დღეს აგერ მოგვიტანა ჩვენ ახალი წიგნი, სწორედ აი იმ ნამუშევრები. უკვე ეს არის სასიგნალო ეგზემპლიარი და ჩვენ შეგვიძლია ჩვენს რადიო მსმენელს ვაჩვენოთ ეს წიგნი, აი ესე პუნქტუალურად და ელვისის სტრაფით მუშაობს ბატონი ფრიდონი. საოცარი ადამიანია ნამდვილად. თქვენ გამიგებთ მაგალითს. ხო. სამწუხაროდ კალბატონ აიზა ქალაქში არ იმყოფებიან ოდეონი 2016 გამარჯვებულები ირმა მალაძე და ნათია როსტიაშვილი, რომელთა მფლობელობა რასაკვირველია გაგვახარებდა, მაგრამ მაქვს იმედი მე რომ ქუთაისში ბრძანდება კალბატონი ირმა და მას ტელეფონით ჩავთავთ თუ მოიცალა. აი ეს არის ჩვენი შემადგენლობა დღევანდელი და თქვენც ჩვენთან ახართ. აი ორი სიტყვით გითხარით. ოდეონი 2016 ჩართვისთვის, ყველაფრისთვის, საერთოდ თქვენ დიდი მამულიშვილობისთვის, დიდი ქართველობისთვის, ჩვენი ოდეონის განსაკუთრებული მხარდაჭერისთვის და იმისთვის, რომ უკვე რამდენიმე წელია ჩვენი ოდეონის ჟიურის წევრი ბრძანდებით და თქვენი ობიექტურობით, თქვენი ქართველობით და თქვენი პრინციპულობით ძალიან ალამაზებთ, ამშვენებთ ჩვენ კონკურსს და ადამიანებს მატებთ რწმენას, რომ ეს ნამდვილად ობიექტური კონკურსი იქნება. მე მივესალმები სტუდიაში ჩემს არაჩვეულებრივ უსაყვარლეს ოდეონელებს, ადამიანებს, რომელთაც წელს ღირსეული ნაწარმოებები შექმნეს და ჟიურის მოწონება დაიმსახურეს. ვწუხარ, რომ პირველი ადგილის ორი მფლობელი ნათია როსტიაშვილი და ირმა მალაძე დღეს არ არიან სტუდიაში, მაგრამ ეს გამარჯვების ხარისხს ვერაფერს აკლებს, თუმცა მაყურებელი სიამოვნებით მოусმენდა. მათ მე მინდა განსაკუთრებით ხაზი გაუსვა იმ ამბავს, რომ ყველაფერი ეს ჩატარდა ფარცხნალში. თქვენ არაერთგზის აღნიშნეთ ეს, რომ ეს მართლაც კორიფეთა სამკვიდროა და ოდეონის ჩატარებამ ამ სოფელს კიდევ მეტი ღირსება შემატა, კიდევ მეტმა ადამიანმა გაიცნო ამ სოფლის უნიკალურობაზე. მეტი ადამიანი საუბრობს და ოდეონთან ერთად იმ სოფელშივე ჩატარებული ფარცხნალში პლენერი გამა, ამან შედეგი ის მოგვცა, რომ ათობით უნიკალური სურათი დაიხატა ამ სოფლის ხედები. რა ვიცი, წლევანდელი კონკურსი გამორჩეული იყო ხალხმრავლობით, იმით რომ სამხატვრო პლენერი გამა და კონკურსი ოდეონი ერთად ჩატარდა, ეს რა თქმა უნდა ამ ხელოვანი ადამიანების ერთობლიობა მეთხიბოს მატებდა ამ ყველაფერს, ამ კონკურსს შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი ზეიმად იქცა. გარდა ამისა, ადამიანები ცხოვრობდნენ ოჯახებში, თუ ადრე კარვების ქალაქი ჰქონდა და კარვების ქალაქში ცხოვრობდნენ ჩვენი ოდეონელები, წელს ფარცხნალები. ეს არის ყველაზე მთავარი. ოთარი მასპინძლობა და ალბათ ჩვენი მაყურებელი და მსმენელი და ასევე ინტერნეტ Facebook-ის მომხმარებელი ნახულობს იმ საოცარ წერილებს და ისმენს, რომელსაც უკვე თბილისში ჩამოსული სტუმრები წერენ ფარცხნალელ მასპინძლებს იმ საოცარ მასპინძლობაზე და იმ სტუმარს მოყვარეობაზე, რომელიც მართლაც გამორჩეულია. ეს ერთი კიდევ ნიშანთვისებაა ფარცხნალის და კორიფეთა სამკვიდროს ამ საოცარ სოფელს სტუმარს მოყვარეობის ეს საოცარი მადლით დაემატა და ეს გამორჩეულობის ნიშნით კიდევ ერთი ფარცხნალი. თქვენ ბრძანდებოდით ელგუჯა ხარაძის ოჯახში, იქ სადაც დიდი გალაქტიონის სუნთქავ და დიდი გალაქტიონი ერთი წლის განმავლობაში სახლობდა. მე მართალი გითხრათ, ეს ჩავიფიქრე, რომ თქვენ სწორედ იქ უნდა ყოფილიყავით. თქვენ ჩვენი საგანძურის წამყვანი ამ საოცარი საავტორო გადაცემის ყველაზე ქართულის და ეროვნულის სწორედ თქვენ უნდა გეგრძნოთ გალაქტიონის სუნთქვა. ამიტომ ჩავიფიქრე, რომ კალბატონო იზა, გალაქტიონის სკამზეც კი დავჯექი, მაგრამ ჯერ ლექსის წერა არ დამიწყია მაინც. თქვენ ესეც კარგად გამოგივათ და დაიწყებთ მშვენივრად გამოგივათ. მე განსაკუთრებით ბატონ ფრიდონს მინდა მივესალმო. ბატონი ფრიდონი რამოდენიმე წელია უკვე უანგაროდ უდგას ლიტერატურულ კონკურს გვერდით, გამოსცემს ამ ნაწარმოებებს წიგნად, წელს განსაკუთრებით რომ აიღო თავის თავზე. ეს არ არის მარტო ლიტერატურული ნაწარმოებები ოდეონზე შექმნილი, არამედ ეს არის წერილები მასპინძლებს, რომელსაც თბილისში ჩამოსული კონკურსანტები ფარცხნალელ მასპინძლებს უგზავნიან და ასევე პლენერ გამას ფარგლებში შექმნილი ნამუშევრები. ანუ ეს საკმაოდ სოლიდური სქემატიანი წიგნი იქნება და რა თქმა უნდა ფინანსურადაც საკმაოდ ძვირი დაждდება. ფრიდონი მართლაც გამორჩეული ადამიანია, გამორჩეული ქართველია და მე ვამაყობ, რომ ეს ადამიანი არის ხარაგაულელი ორმაგად ხატილად. დიდ მადლობას მოვახსენებ ბატონ ფრიდონს, ასეთი მადლობა.
და ასეთი სიყვარულისთვის და ასეთი გამორჩეულობისთვის. ასევე ჩემს ნინოს, ჩემს მაიკოს, ჩემი დიდი სიყვარული, პატივისცემა და სიხარული, რომ მათი ნაწარმოებები საუკეთესო ნაწარმოებებს შორის მოხვდა და მომავალ შეხვედრამდე კვლავაც ფასხმალში ოდეონ 2017-მდე. თქვენ კი ბატონოვანო 1000 გზის მადლობა, მადლობა უფერული სიტყვა ყველაფერი იმასთან, რასაც თქვენ ოდეონისთვის და ლიტერატურული თეატრისთვის კი არა, მთელი საქართველოსთვის აკეთებთ. მთელი საქართველო ვალშია თქვენთან. ღმერთმა სიკეთის სიყვარულის გზებით გატაროთ და ჯანი მოგცეთ, რომ კვლავაც დიდხანს ემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. უბრალოდ თქვენაირი მამულში. მადლობა ჩართვისთვის. ყველა გვაცოცხლოს ღმერთმა, რომ ჩვენი ქვეყნისთვის სასიკეთო საქმეები ვაკეთოთ. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა და ახლა ჩვენ სტუმრებთან გადავალ მე ალავერს და ყველანი იმ განცდას, იმ დამოკიდებულებას შესახებ იტყვიან, რა განცდითაც ჩვენ დაბრუნდით სოფელ ფარცხნალიდან. მოგესალმებით, ხალბატონებო და ბატონებო, დიდი მადლობა რომ მობრძანდით დღეს ნამდვილად საზეიმო ვითარება, იმიტომ რომ როცა ასეთი ღონისძიებები ტარდება, ასეთი შემოქმედებითი დღეები არსებობს ჯერ კიდევ საქართველოში, მიუხედავად იმისა, რომ ხალხს ძალიანაც უჭირს ვერ არის მაინც და მაინც დალაგებული ჩვენ ქვეყანაში კარგად ცხოვრება, მაგრამ ეს სულიერება თუ არ იქნა, მე მივესალმები აუცილებლად უნდა ვთქვა, ყოველთვის ვიმეორებ და ყოველთვის გავიმეორებ იმას, რაც ბრძანა რამდენიმე წლის წინ ხარაგაულის გამგებელმა ბატონმა კობალ უშმანაშვილმა. ქვეყანას გადაარჩენს კულტურა, ხელოვნება და მეცნიერება. ეს არის აი მართლაც თეზა ამ ქვეყნის საარსებო. თუ გინდა რომ გადავრჩეთ, თუ წერლობა არ იქნა, თუ თეატრი არ იქნა, თუ კულტურა არ იქნა, თუ მეცნიერება არ იქნა, ვერ გადარჩება ქვეყანა. პირველი, აი ახალი ქვეყნები მართლა როცა იწყებს ცხოვრებას, იწყებს ამით. თუ მეცნიერებას, ესე იგი ახლა ტვინის უდიდესი ნაწილი გასულია საქართველოდან. ვიცით ეს ჩვენ ძალიან კარგად და როგორ შეუტიეს, როგორ დაანგრიეს მეცნიერებათა აკადემია, როგორ ანგრევენ სულიერებას საერთოდ. ეს არავისთვის უცხო არ არის და ყველამ ძალიან კარგად ნახეთ და ჩვენ თავზეც ბევრი რამ გამოვცადეთ და გადავიტანეთ. მე მაინც აი ქალბატონმა იზამ ბრძანა და ჩვენ მაინც ამას უნდა გავუსვათ ხაზი. ჩემთვის წლევანდელი ოდეონი იყო განსაკუთრებული, იმიტომ რომ ჯერ ერთი ფარცხნალში ჩადარდა და ახლა შესანიშნავი წიგნი ჩვენ ყველამ ვიცით, ქალბატონი იზასი, ფარცხნალი კორიფეთა სამყარო საუფლო და მთავარი ისაა, რომ ჩვენ პირველად გქონდა ურთიერთობა ადამიანებთან, იქ მაცხოვრებელ ხალხთან და აი დამეთანხმება ბატონი ედუარდიც, ბატონი ფრიდონიც თქვენს დამეთანხმებით იმაში, რომ როგორი ურთიერთობა დავყარდა ჩვენსა და მასპინძლებს შორის. აბსოლუტურად უცხო ხალხთან ჩავედით და წამოვედი როგორც ნათესავი და სიწმინდა ხორცი. ეს არის მნიშვნელოვანი. აი ქალბატონი იზა ვეფხვაძის გენიალობა სწორედ ის არის, რომ მან ამით გააცოცხლა სოფელი. გააცოცხლა, რაღაც სტიმული მისცა, რაღაცა გაუჩინა აზრი, რომ იციან რომ გაისათაც ვთქვათ, ფარცხნალში ჩატარდება ეს კონკურსი და ამაზე უკეთესი, ამაზე დიდი, ამაზე ამაღლებული რაღა უნდა იყოს. ეხლა ისიც უნდა ვთქვათ, ჩვენ და უთხრათ ჩვენს რადიოს ყველას, რომ აი ეს ოდეონის კონკურსი მე-11 იყო უკვე მეორედ იყო აი პლენერ სამხატვრო პლენერთან ერთად შარშან იყო პირველი და წელს მეორე და აი უკვე ამ ორ წელიწადში რამდენი ნამუშევარი შეიქმნა აი ადგილზე 24 საათში და ყველაზე მთავარი ბაიცის არის მე არ შემიძლია ხაზი არ გავუსვა იმას რომ მხატვრებთან ერთად იყო ერთადერთი მოქანდაკე რომელსაც 24 საათში შესანიშნავი ნამუშევარი დაუთქვა სოფელს და ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს მე არ შემიძლია არ ვთქვა და არ ვახსენო ჟიურის შემადგენლობაში ახლა უკვე 3 წელიწადია იყვნენ ნუ ჟიურის თავმჯდომარე გახდათ შესანიშნავი მწერალი კრიტიკოსი მრავალწიგნის ავტორი ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ბატონი როსტომ ჩხეიძე ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ აგრეთვე მეცნიერებათა დოქტორები პროფესორები ნინო ვახანია მაია ჯელიაშვილი ნანა კუცია ივანე ჯაფარიძე ელგუჯა თაბერძე ლია კუხიანიძე და ისიც უნდა ვთქვათ რომ კონკურსის თემა იყო სოფელი და 25 კონკურსანტი 24 საათის რეჟიმში მუშაობდით თქვენ და ერთი ისიც უნდა აღნიშნო ხაზგასმით დაწესებული იყო ფულადი პრემიები 400 ლარი მაგრამ ეს პირველ ადგილზე გასული კონკურსანტებისათვის თქვენ იცით და მსმენელს მინდა იცოდეს რომ ორი პრემია იყო ერთი საუკეთესო პროზაული ნაწარმოებისთვის ერთი პოეტური ნაწარმოებისთვის მაგრამ ჟიური ძალიან ბევრი ვიდავეთ და ვიჭიდავეთ შეიძლება ასეც ვთქვათ რომ პოეზია ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი წელს
განსხვავებით პროზისგან, წინა წლებში პროზა უფრო მეტი იყო მეთესიც და მივედით იმ დასკვნამდე, რომ გაიყო ეს პრემია. მართალია ახლა ფულად იჯიბდო ნაკლები შეხვდა პირველ ადგილზე გასულებს, მაგრამ მაინც პირველი ადგილი სხვა არის და გამარჯვება მაინც სხვა არის. ეხლა პლენერ გამაზე ჩვენ უკვე ვისაუბრეთ სატელევიზიო გადაცემაში, სტუმრებიც იყვნენ. ეგ ბატონო ედუარდ, აი თქვენ და დავიწყებთ როგორც გამარჯვებულიდან, აი თქვენი დამოკიდებულება როგორია ზოგადად ლიტერატურის კონკურსების მიმართ და კონკრეტულად აი ოდეონის მიმართ. ესეც თქვათ და აი იმ განცდის იმ შთაბეჭდილების შესახებ, რაც გამოყვათ ფარცხნალიდან. მოგესალმებით პირველ რიგში. ეს დიდი საქმეა და მშვენიერი საქმეა, რასაც აკეთებს ქალბატონიიზა და საერთოდ ის ადამიანები და თქვენც ვინც გვერდით უდგას, ცოცხლდება თითქოს აი სოფელით გაცოცხლდა ადამიანები, ისეთი აიმერული სტომართმოყვარეობა ვნახეთ, დაუახლოვდით. მე პირადად ჭიპაშვილების ოჯახს ვსტუმრობდი და ტაბატაძეების ოჯახს ვსტუმრობდი და დიდი მადლობა მინდა გადაუხადო ამ ძვირფას მასპინძლებს, მაგრამ კონკურსი მნიშვნელოვანია და კარგია, იმიტომ რომ ახალი ნაწარმოებები იქნება და ამდენ დროს პირველ რიგში ჩვენ ლიტერატურას, ჩვენ კულტურას რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია და საერთოდ ნებისმიერი კონკურსი არის მნიშვნელოვანი, სადაც შეიქმნება რამე ღირებული. აი ამის თქმა შემიძლია მე. თქვენ რაში დაიმსახურეთ? მე დავწერე ლექსი. სოფელი იყო, წავიკითხოთ? კი. კი ბატონო. წავიკითხოთ ლექსიც. რაუცნაური შეგრძნება არის, ერთხელ გახედა სივრცეს ჩიქურად, დროებიც ვერც მან მოხურა კარი და სამუდამოდ გამოიხურა, წავიდა ისიც და სახტა დავრჩი და ალბათ მისიც უნდა მესმოდეს, როს ყელში სევდის ბურთულა გაჩრილს, მიაქვს იმედი ბოლო მეზობელს, სიჩუმე მალე ყველაფერს დაღლის და აზდის სოფელს სუნის სამარის, მამლის ყივილი და ყეფა ძაღლის, სხვის ეზოებში აღარ გადარბის, მზე ფანჯრებს ახლაც რა თბილად კოცნის, მაგრამ დუმილი წამს ვიაობებს, სოფლის წყაროსთან ქალების სოფლის არ სხდებიან და არ ჭორაობენ, აღარ დაადგა იმეც საშველი და სინანული კვებავს ისევე, ახლა უბებს ცელქი ბავშვები, მოპარულ ხილით აღარ ივსებენ, ნეტა ფიქრადაც თუ ვინმეს ყოფნის, რა მოავსებს ამ დიდ დანაკლის, არ დარჩა ქალაქს იმედი სოფლის და მით უმეტეს სოფელს ქალაქის, ჩამივლის გვერდი თითქოს და ვერ მცნობს, და უხილავი წყდება სიმები, გადაავიწყდა ხიმილი ჩემცოლს, მეც რახანია არ ვიღიმები, ვარავსებული უმძიმეს სევდით, თვალებში ცრემლი დგება ადვილად, კვლავი მტალახს ვზელ, რომელსაც ვსელდი და სოფლის მთავარ გზაზე გავდივარ, მაინც სხვაგვარად ხმაურობს სისხლი, გულს ეს ხმაური ძგერად უღირდა, ჩემი სახლიდან ბავშვის ხმა ისმის, ამოდის კვამლი ჩემი ბუხრიდან. მშვენიერია. ეკუთვნოდა. აი მაია და ნინო, ახლა თქვენთან მინდა გადმოვიდე ალავედი. თქვენ მართალია გამარჯვებული ხართ მაინც, იმიტომ რომ ჩვენ იქ თქვით რომ აი რომელია შემდეგ თქვათ რაღაც ერთი იყო ადგილი და არ იყო თქვათ საპრიზო ადგილები, მაინც პრიზო დავარქვით ჩვენ თქვენ ხართ პრიზორები. აი როგორია პრიზორების განწყობილება აი ამ სოფლიდან გამომდინარე, ფარცხნელიდან გამომდინარე, ამ კონკურსიდან გამომდინარე. რას აღნიშნავთ რა, აი მაინც განსაკუთრებული რა იყო თქვენთვის წელს? თქვენ ახლა პირველად მონაწილეობდა, თუ მეორედ ნინო და თქვენ მესამე მონაწილეობდა. ახლა ვიცოდით შარშანდელი, ეს და აი წლევანდელი დამოკიდებული წლევანდელი გაცდა განწყობილება.
კი, რა თქმა უნდა, ამაღლებული განწყობა მაქვს, არა მხოლოდ იმიტომ, რომ პრიზიორი ვარ, არამედ ზოგადად ოდეონში მონაწილეობისთვის და ამ ურთიერთობებში მონაწილეობისთვის. რადგან ვთვლი, რომ ოდეონი არის ერთგვარი დღესასწაული პოეზიისა და ხელოვნების ზეიმია და არის საოცარი ურთიერთობები, ახალი ნაცნობობა ყალიბდება, მეგობრობა ყალიბდება, მტკიცდება, განმტკიცება ხდება და აი წელს ჩვენ უკვე ვნახეთ საოცარი მაგალითი ფარცხნალში სტუმართ მასპინძლობისა და თავს ვაძლევ უფლებას მოვიკითხო ჩემი მასპინძელი ოჯახი, ბატონი ვახტანგ ტაბატაძის და ქალბატონი ნანა რევაზიშვილის მრავალსულიანი ოჯახი. და დიდი მადლობა მათ ამ ყველაფრისთვის, დიდი მადლობა ქალბატონ ნიზას და ბედნიერი ვარ ზოგადად, რომ აი ეს ბოლო 2 წელია მაქვს საშუალება, რომ ვიყო ოდეონის მონაწილე, ჩართული ვიყო ამ პროცესებში და ჩემი თავის მიმართაც მაქვს რაღაცა უფრო მეტი მოთხოვნები ხარისხზეც. ზოგადად რაღაცნაირად მობილიზებული მივდივარ ხოლმე, ასეთ ძლიერ ავტორებთან უნდა ვაღიარო. ბატონი ედუარდი არის სხვადასხვა კონკურსების ჟიურის თავმჯდომარე, უამრავი მონაწილე არის, რომლებიც არიან ასევე სხვადასხვა კონკურსების დამფუძნებლები თუ ჟიურის წევრები და ასეთ ადამიანებთან ერთად ჩემთვის ძალიან დიდი სტიმული არის, ერთგვარი გაკვეთილი არის პირადად ჩემთვის ოდეონში მონაწილეობა. მინდა ვთქვა, რომ შარშან უფრო იღბლიანი წელი მქონდა ამ მხრივ მესამე ადგილოსანი ვიყავი, თუმცა ამას არ აქვს არსებითი მნიშვნელობა. თავარია რომ მომწონს ლექსი, რომელიც შევქმენი წელს, ძალიან მომწონს. რა ვიცი, სოფელში, მე პირადად სოფელში მაქვს ბავშვობა გატარებული და ჩემთვის ეს არის ძალიან ორგანული და ძალიან ჩემი ეს თემატიკა. ბავშვობაში სულ სოფელზე ვწერდი და ჩემი შთაგონების წყარო იყო სოფელი. კი, განსაკუთრებით იყო ჩემთვის ეს. განსაკუთრებით აღსანიშნავი მაინც არის ის, რომ ესე იგი ქალბატონ მაიზამ როცა წიგნი შექმნა ფარცხნალზე იქ ნუ ხაზგასმულია ერთი რამ, რომ 4 აკადემიკოსი თუ 6 აკადემიკოსი 40-ზე მეტი პროფესორი, გამოჩენილი ხალხი ლიტერატურაში, ხელოვნებაში თქვა, თუნდაც ის რომ რეზო თაბუკაშვილი თქვა აი ამ სოფლიდან არის, ახლა ამ სოფლის ერთი უბანია შეიძლება ვთქვათ ღუდუმეკეთი და ძალიან ბევრი რომ აი სოფლის მნიშვნელობის ხალხი გამოვიდა ამ სოფლიდან და თავისთავად უკვე აი დამოკიდებულება რო გითხრათ სიმართლე, ხა მე რო ჩავედი და რომ მივედი იმ სახლში ვთქვათ სადაც ევგენი დარჩილხარაძეები ცხოვრობდნენ, ვთქვათ ვიყავით ღამეს ვათებდით აი ჩვენ არაჩვეულებრივ მასპინძლებთან ელგუჯა და ნინო ხარაძეებთან იმ სახლში სადაც ჯერ კიდე 18-19 წლის გალაქტიონი მასწავლებლად ჩავიდა ფარცხნალში და შემდეგ ჩვენ მაცნობელმა მხატვარმა ილო პატაშურმა დახატა კიდევაც გალაქტიონის პორტრეტი, რომ სულ ეს უდგა თვალწინ, რომ აი ისო ვერ გაჩერდებოდა დაბლოვა ზევით, მაგიტო ავიდაო რომ თელ ამ სამყაროს გადაყურებდაო და მართლა ეს განცდა განწყობილება რაღაც სხვანაირ სიმს სხვანაირად შეგირხევ, შეიძლება ასე ვთქვათ. აი მაია თქვენი დამოკიდებულება და თქვენი შტაბეჭდილება ასე ვთქვათ. კი ბატონო, ძალიან ბევრი მაქვს ალაპარაკო, მაგრამ არ დაგკლით. ვილაპარაკო გვაქვს. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ იზას, რომ საერთოდ ეს კონკურსი და ეს ფესტივალი არსებობს, რა თქმა უნდა, ყველას მაგივრადად შემიძლია მადლობის თქმა. რაც შეეხება ოდეონში ჩემს მონაწილეობას, უკვე მე-3 წელია მონაწილეობდი წელს და სამივე ჯერ ვიყავი ხუთეულში, პირველ წელს უზომოდ ვიყავი გახარებული, მეორე წელს ველოდებოდი, მართალი რო გითხრათ მომწონდა ჩემი ლექსი და რაღაცნაირი იმედი მქონდა რომ ხუთეულში მოვხვდებოდი. წელს კი ვიყავი სასიამოვნოდ გაკვირვებული, იმიტომ რომ თითქმის ყველა ნაწარმოები, რომელიც შეიქმნა, მქონდა წაკითხული. გარდა ნათიას და ირმას ნაწერებისა, ყველა მქონდა წაკითხული. ნინოს ლექსი პირველმა მოვისმინე, მქონდა პატივი, ერთ ოჯახში ვცხოვრობდით, მეც შევუერთდები იმ მადლობას, რომელიც ნინომ გადაიხადა ტაბატაძეების ოჯახის მიმართ. ძალიან საყვარელ ადამიანებს. მაია, ერთი წუთი მსმენელი გველოდება. შემოუშვებელი განვაგრძოთ. გისმენთ ეთერში ხართ? მადლობთ, მოგესალმებით. მოგესალმებით. მე თითქმის ისე მოხდა, რომ თითქმის ყველა გადაცემა, რომელიც არის მიძღვნილი ხარაგაულზე, ქალბატონ იზა ვეფხვაძის
ჩართულობით მოწვევით ყველას ვესწრები და მართლა არათუ ამაღლებელი საამაყო ეს ასეთი სოფელი და ნობელის პრემია გინესის რეკორდი თუ გინესის რეკორდში სასწაული ერთხელ ჩამოვწერე კიდევაც იმ მაშინ იმ სიგნის გამოსვლის შესახებ საოცარი გვარები და მაშინ მკითხე ქალბატონ იზას რომ სოფელი დღეს როგორ გამოიყურება მეთქი და თქვა რომ ძალიან დაცლილია სოფელი. თქვენ ახლა თქვენი თვალით ნახეთ, რა ვიცი, მაგ ბედნიერებასაც შემხდება რომ მე აქ სოფელში ერთხელ მაინც გავიარო, მაგრამ აი ასეთი იმის მე დავესწარი აგრეთვე პიონერთა სასახლეში. დრო არ მითხრეს სწორად და დაგვიანებული მივედი, მაგრამ ქალბატონ იზა მაინც ნახე. ფიზიკურად შევხვიდა ვნახე და ძალიან გამეხარდა. ამის შემდეგ რაც ასე ამოიწია ეს ფარცხნალი, ამდენი ღონისძიება ტარდება. თუ შეეწყო სოფელს ნეტავ, ან თუ ვინმე დაბრუნდა და ერთიც მინდა კიდე თქვენ აბრევიატურას ამბობთ და ვერ გავშიფრეს ოდეონი. არ შეიძლება რომ გაშიფრო და ზუსტად გითხრათ. დიდი მადლობა ამ გადაცემისათვის, როგორც ყოველთვის პატრიოტული გადაცემები გახდათ ბატონო ვანო. დიდი მადლობა ჩვენ სამშობლოს. დიდი მადლობა. ახლა რასაკვირველია მსმენელის განცდა და განწყობილება მესმის კარგად რომ სოფელში დაბრუნების თვალსაზრისით, მაგრამ მე უნდა ვთქვა ეს აი მე ასე მგონი, ასე ვფიქრობ და ასე ვხედავ, რომ ქალბატონი იზას მართლა არაჩვეულებრივი ნიჭიერება არის სწორედ წინ გახედულობა და ის რასაც ის ქმნის, ის არ აკეთებს რომ დღევანდელი დღისთვის. ის წინ იყურება და იმისთვის აკეთებს რომ აი შემდგომ რა იქნება. სწორედ ფარცხნალში და წელს გადაწყდა რომ ყოველი შემდგომი კონკურსი ჩატარდეს სოფელ ფარცხნალში, იმიტომ რომ სოფელი ფარცხნალი ესეა ჩაფიქრებული გადმოსა, რომ უნდა გახდეს სოფელი მუზეუმი. და ამის ყველა საშუალება არის, ამის ყველა რესურსი არის. ჯერ ერთი ის რომ არსებობს იქ სახლები, სადაც ეს გენიალური ხალხი ცხოვრობდა. ამას უნდა რასაკვირველია ცოტა ხელის შეშველება და როცა იქ გაჩნდება აი ესეთი საღამოები, ესეთი კონკურსები, ესეთი მნიშვნელოვანი ღონისძიებები, რასაკვირველია იქ ადგილობრივი ახლა აქ რო არის ჩამოსული რაიონებიდან, შეიძლება ფარცხნალიდან არ არის, მაგრამ იგივე რო გავივლით, იგივე ელიევას ბაზრობაზე მას დგანა მთელი დღე და მთელი კვირეები, უსწრო რომ ვიღაცა დაუძახოს რომ რაღაც სამადლოდ 10 ლარი მიცეს რომ ნაგავი გადაყარონ, არ რაღაცა ვითომ ხელოსნები არიან. ყველა უნდა წავიდეს თავის სოფელში და მიხედოს იქ თავის ადგილს და იქ გაჩნდება, როცა ესეთი ღონისძიებები ჩატარდება, იქ გაჩნდება, ეს შევა ტურისტულ მარშრუტში. მე ვარ დარწმუნებული აბსოლუტურად რომ ეს სოფელი იქნება ესეთი. ეხლა რასაკვირველია გაგზავნილი იყო ამ გინესის რეკორდების ემაში, მაგრამ მსგავსი ის არ არის პრეცედენტი. ახლა უნდა იყოს მაშინ დათვლილი მთელ სოფლიოში, სოფლებში თუ ვინმე ესეთია და ამიტომ ამ მასე გინესის რეკორდზე არ, მაგრამ თავისთავად და საქართველოს ხო ვიცით რომ რეკორდსმენი სოფელია რომ ამდენი არის კიდევ მეორე სოფელი იგივე იმერეთში, ზემო იმერეთში თქვათ ბატონო, ანუ ჩემი სოფელიც ასეთი უნიკალურია, კავთისხევი. კავთისხევი, გიორგი შადბერაშვილის სოფელი და შევაწყვეტიეთ მაიას, მაგრამ მე მაგიტო ვამბობ რომ მსმენელს რო გამევხარო რომ ახლა დღეს შეიძლება უსვათ არ წავიდეს კაცი, მაგრამ როცა ესეთი ღონისძიებები იქნება დაბრუნება რასაკვირველია ხალხი. ინტერესი გაჩნდება და სტიმული იქნება იქ დასაბრუნებლად. ხო, მე იმაზე გავჩერდი რომ კიდევ ერთი მსმენელია. მოკლედ არ მალაბა. გისმენთ ეთერში ხართ? ალო, მოგესალმებით. კაც მასწავლებელთა კონკურსი ხომ არ არის კიდევ ივლისის ბოლოს. მასწავლებელთა კონკურსი ჩვენთან არ არის. არ ვიცი, ვერ გეტყვით. ხანდახან კი მოკრავთ ხოლმე ყურს ტელევიზიებში რომ ვიღაცას აჯილდოებენ, მაგრამ კონკურსი არ ამგონია. ადრე იყო, მე მახსოვს საუკეთესო მასწავლებლებს გამოავლენდნენ ხოლმე და ეხლა ამ ბოლო წლებში არ ვიცი არის თუ არა. დიდი მადლობა.
მოვასწრო ახლა თქმა. ხო, იმაზე გავჩერდი რომ თითქმის ყველა ნაწარმოები მქონდა წაკითხული და არანაირად არ ველოდებოდი წელს ხუთეულში მოხვედრას, იმიტომ რომ იყო უძლიერესი ლექსები შექმნილი. კი არა, რამდენიმეზე კიდეც დამწყდა გული რომ ხუთეულში ვერ მოხვდა. ახლა მინდა მივულოცო ნათიასაც, ირმას, ედოს ეს გამარჯვება, ნამდვილად ღირსეული გამარჯვება და მინდა ერთი რამე ვთქვა, რომ საერთოდ კონკურსები, ფესტივალები რატომღაც ამ ბოლო დროს იმით გამოირჩევა, რომ ძირითადად ვერლიბრები იმარჯვებს და ეს კონკურსი ამითაც გახდა ოდეონი გამორჩეული, რომ როგორც იქნა, გაიმარჯვა კონვენციურმა ლექსმა, ღირსეულად, ნამდვილად და სიმბოლურიც იყო. ეხლა თვითონ რომ არ იტყვის, იმიტომ მინდა ვთქვა, რომ გალაქტიონის ირგვლივ ტრიალებდით სულდა, გალაქტიონის პრემიის ლაურეატია ედუარდი და რაღაცნაირად სიმბოლური დატვირთვაც ჰქონდა ალბათ ამას. ხო, რაც შეეხება თვითონ ოდეონს პირველივე წლიდან ეს იყო, არ ვიცი, ყველა კარგი სიტყვა შეიძლება თქვა, დღესასწაული, სიხარულის ზეიმი, სიყვარულის ზეიმი, ჯერ როგორი ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. პირადად ჩემი მხრიდან შემიძლია ვთქვა, რომ არანაირად არც შურის, არც რამე ესეთი გრძნობა არ გამჩენია არასოდეს კონკურსანტების მიმართ, იმიტომ რომ ყველანი ვართ ერთმანეთის მეგობრები. სხვა ფესტივალებიდანაც ვიცნობთ ერთმანეთს და აქაც უფრო ვახლოვდებით. და მაქვს ასევე შეფასების უნარი იმის, თუ რომელი ლექსი ძირითადად ხვდები, რომლები იქნებიან პრიზიორები იმ წელს და წელსაც მაინც და მაინც არ შევმცდარ. ასე რომ ძალიან დიდი მადლობა ოდეონს, ქალბატონიზას. ჩვენ კიდე გავაგზავნეთ რასაკვირველია ამ თემაზე საუბარს. ეხლა გვერდება ჩვენ ქალბატონი ირმა მალაციძე, გამარჯვებული ერთ-ერთი ქუთაისიდან. მოგესალმებით ქალბატონო ირმა. მოგესალმებით ბატონო. გილოცავთ კიდევ ერთხელ გამარჯვებას ოდეონის კონკურსში. და აი თქვენი დამოკიდებულებას გვაინტერესებს. ჩვენ წლევანდელი ოდეონი რით იყო გამორჩეული? თქვენ თითქმის ამ ბოლო წლებში ყველა კონკურსის მონაწილე ბრძანდებით და გამარჯვებით. მოგესალმებით ყველას ქუთაისიდან. წუხმა რომ თქვენთან არა ვარ ახლა სტუდიაში, უბრალოდ მოხდა ისე და დაემთხვა რამდენიმე ჩემი შეხვედრა ქუთაისში და აქედან გესალმებით იმერეთიდან ისევ. ოდეონი ჩემთვის ახლა მე-3 წელია უკვე მონაწილეობდა, იყო სამივე წელი იყო არაჩვეულებრივი, გამორჩეული და განსაკუთრებული ურთიერთობების რაღაც ისეთი თავყრილობა ძალიან კარგი ადამიანების და წელს იყო განსხვავებული. ჯერ იმიტომ რომ ჩატარდა ასეთ არაჩვეულებრივ სოფელში, რომელიც ჩემს აღმოჩენა იყო სრულიად. და არაჩვეულებრივი იყო ეს კომუნიკაციის ეს ფორმატ, თავისუფლად ოჯახებში ცხოვრობდით მასპინძლებთან და მე და ნათიას გაგვიმართლა და ყავდა ძალიან კარგი მასპინძლები, არევაძეების ოჯახი. ყველას გაგვიმართლა, მე მგონი, ვის იყავით ჩასული. ჩვენზე უნდა ვილაპარაკოთ. ბატონ მასოსო არევაძემ დაგვიყვანა მთელი დაგვათვალიერებინათ, ყეშიც ავედით, თააზე თუ რა ვიცი, მთელი გარემო მოვიარეთ სოფელში, არაჩვეულებრივი ადგილები ვნახეთ და ჩემთვის და ჩემი ნაწარმოებისთვის იყო საერთოდ არაჩვეულებრივი გარემო იმ ეზოშივე, სახლის ეზოში, სადაც აღმოვაჩინია ჯანგის მუზეუმი, ასე დავარქვი ჩემ ლექსს, სადაც ძველი დაჟანგებული ნივთები, ალბათ ძალიან ძველი ბაბუის ნაქონი, მე მგონი, რომელიც იყო განთავსებული აი ძველი საბდელის კედელზე და სწორედ ამაზე დაიწერა ნაწარმოები და ვფიქრობ, რომ მათი დამსახურება და იმ ეზოს დამსახურება რო ლექსმა გაიმარჯვა. ხო, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ქალბატონიზაც, რომელმაც ამ ყველაფერს ჩაუყარა საფუძველი და სადაც მაოცებს თავისი ენერგიის და ყველაფრის და დიდი მადლობა თქვენ ბატონო, ყველა ჟიურის ყველა წევრს და ჩემს მეგობრებს, რომლებიც აი იმ მომენტში არავის კონკურენტად არ მიიჩნევს და არავინ არ მიგიჩნევს. აი მნიშვნელობა აღარ აქვს ხოლმე შედეგებს ბოლოს. მე მგონი ასე ხა მე ვერ ვისმენდი თქვენ ეთესმა დარწმუნებული ვარ რომ მსგავსი რამე იქნებოდა. აი ზუსტად მაიამ ახლა ლაპარაკობდა ჩემი. ზუსტად. მე ნაწარმოები გამარჯვებას. ინასტარ არც ერთის მაგრამ ყავდა ჩემი ესე თქვათ ფავორიტები არ ქვია, უბრალოდ ჩემი ესენი ესე თქვათ მოვიაზრებდი ვის შეიძლება გაემარჯვა და რატომღაც ვიცოდი რომ იქნებოდა ეს ნათია და იქნებოდა ეს ედუარდი ერთ-ერთი. ხო და მართლაც ესე მოხდა და მედიერი ვარ რომ მე-3 წუთში გამოვედი ასე თქვათ. ასე რომ დიდი მადლობა ყველას კიდევ ერთხელ. დიდი მადლობა. მადლობა გაიხარა ჩემო კარგი. გისურვებთ წარმატებებს თქვენ ღონისძიებებში, რომელიც მრავლადაგაც დაგეგმილი ქუთაისში. დიახ, დიდი მადლობა. და მოკითხვა ყველას მან სტუდიაში. გადავცემ რასაკვირველია და ესმის ყველას. დიდი მადლობა, დიდი მადლობა. კარგად. აი, ძვირფასო რადიო მსმენელებო, მე მაინც მინდა
თქვენ ახლა ირმა მალაძესაც მოგუსმინეთ ქუთაისიდან და მაია მიქაიას მაგას ამბობდა როგორ დაემთხვა ის არ უსმენდა ჩვენ გადაცემებს და როგორი ერთნაირი დამოკიდებულება არის და ყველაზე მთავარი რაც არის აი ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი აი ამ კონკურსის ყველაზე მთავარი ისაა რომ აი მაიამ აღნიშნა რომ ჩვენო სიხარულით ვარ და არანაირი შურის ნატამალი არ არსებობს და აი ეს არის კონკურსის ალბათ ყველაზე დიდი მიღწევა არის ეს დამოკიდებულება რომ ის ხო ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს კონკურსი იმის არის ვიღაცამ უნდა გაიმარჯვოს მაგრამ როცა ესე აი სიყვარულით არსებობდა პირიქით გახარებ შენი მეგობრის შენი კონკურენტის ესე ვთქვათ წარმატება ეს არის ადამიანური ურთიერთობა არის ყველაზე მთავარი და ყველაზე ძვირფასი ბატონებიოთ მეგობრი დამოუკიდებლად აუცილებელი ნაწერები ეს თქვენც ვაკითხებთ თუმცა გითხრეს რომ არ უნდა წააკითხოს მაგრამ ყველას ნაწარმოები მიცავს ეგეც ერთ-ერთი გამოძახილია სწორედ ამ ურთიერთობის შენიანად როთული ადამიანს და მიგაჩნია რომ იმის აზრი შენთვის მნიშვნელოვანია კიდევ ერთი მსმენელია გისმენთ ეთერში ხართ გამარჯობათ მოგესალმებით მე ბავშვობაში ვიცანები ღუდმეკეთს ისე გამიხარდა რა თქვით საბუგაშვილის სახლის ძალიან კარგი ხალხი იყო ძალიან კარგი აურა იყო ისე კარგად მახსენდება ღუდმეკეთი რომ რა ვიცი რა მადლობა ეს ხალხი ისევ დარჩა იმ სიკეთით იმ სიყვარულით რომლითაც თქვენ დროსაც იყო და არსებობენ დღესაც ეხლა ვიდრე თქვენ დამთავრე მაია კი ხო ვიდრე თქვენ ლექსები მაინც უნდა წაიკითხოთ ახლა არ მინდა დამრჩეს ბატონი ფრიდონი ალავერდის გარეშე იმიტომ რომ თუ ალავერდი ვინმეს ეკუთვნის ბატონი ფრიდონია იმიტომ რომ ყოველ წელიწადს აი ამ ბოლო 3 წელია ეს კონკურსები რო ტარდება აი ესე წიგს ის ჩუქნის ჩვენ საზოგადოებას აქ არის თავმოყრილი ყველა ის ლექსი თუ ყველა ის მოთხრობა თუ ეს თუ ჩანახატი რომელიც აი ამ კონკურსატებმა შექმნეს და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ეს უკვე ისტორია გავადრო და ამას ძალიან დიდი ფასის დაედება და ძალიან კარგადაც მოიგონებენ ბატონ ფრიდონ დიდი მადლობა ჯერ უპირველეს ყოვლისა დიდი მადლობა აი აგზანდებიან ის ადამიანები ვინც მადლიერია თქვენი და ჩვენ აგერ ამდენი წელიწადი მეგობრობთ ეს ურთიერთობა გვაქვს და მე მიხარია რომ აი ეს ქართველი კაცობა უპირველეს ყოვლისა რა თქვენ გაგაჩნიათ და რითაც აი ვაშკაცი და რაინდი ხართ მართლა ყველა არა ხართ იმ ჯოხოთან რაინდთა დასის წევრი ამ ქართულ საქმეს აკეთებთ თქვენ ესე უანგაროთ ყოველგვარი დახმარებისა და ფინანსების და იმის გარეშე არ მათხოვრობ ახლა ამასენად კიდე ვიყავი რამდენიმე ღონისძიებაზე და ესე კარგად ჩატა ყველაფერი და ბოლოს დაიწყეს მე მათხოვრობა კაცო ეს საქმე რო გააკეთა ფული მიეცითო რა ახლა აი ერთადერთი კაცი რომელიც ხმამაღლა საერთოდ ხმას არ იღებს ეს ძალიან წყარად და ჩუმად არის და მით უმეტეს ამასთან დაკავშირებით რასაც ქმნის ეს თავის ხარჯია და თავის არის თვითონაც მართლა დიდი ამ დროს ოდეონელია ოდეონელია, რასაკვირველია, ოდეონელია, რა თქმა უნდა, მონაწილე იყო და არის ყოველ წელიწადს. მოგმესი მადლობა ჩემი ასეთი წარსდგენისათვის, მეც მინდა აქედან მივესალმო ჩვენ მსმენელებს, ჩვენ გულშემატკივრებს, მიულოცო გამარჯვებულებს, ბატონებს, გოგონებს, თქვენს და მიულოცო მთელ საქართველოს, იმიტომ რომ რაც შეიქმნა, ნამდვილად დიდებული რაღაცები შეიქმნა, ჩვენ მოვისმინოთ ახლა ავტორის წაკითხული. სევდიანი, მაგრამ ძალიან სასიამოვნო და ჩვენი ცხოვრების ამსახველი. ისეთი თემა იყო, ბატონო, ჩემო თემა იყო სოფელი. ბატონო ფრიდონ, თქვენ კარგად იცით სოფელი რა არის და აი ამ სოფელშიც თქვენ სოფელშიც თქვენ იქაური ხართ და იცით რას ნიშნავს სოფელი და აი როგორ შეიძლება გულის ტკივილის გარეშე ქართულმა კაცმა ქართულ სოფელზე არ დაწეროს და არ თქვას. კი, რა თქმა უნდა, გარკვეულწილად გულის ტკივილი არის, მაგრამ არის ძალიან დიდი იმედი და ძალიან დიდი ფაქტი, რაც ჩვენ ვნახეთ. იმიტომ რომ ეს სოფელი უკვე აღარ არის 10 წლის წინანდელი, 15 წლის წინანდელი სოფელი, სადაც ჩვენ გვინახავს დაქცეული, განადგურებული და ანეკდოტიც როა გურულზე რომ შუაღამისას ბრახონი მოესმა და ვინ არისო და ყაჩაღები მართო და კიდე კაი სტუმარი არა
ნახართ. ეხლა ჩვენ ნახეთ სრულიად განსხვავებული დამოკიდებულება ნამდვილი რაზეც ოცნებობდით, რაც ჩვენთვის ბუნებრივი იყო, რომ სტუმრების მე იქ მიწერია, რომ პირდაპირ დატაცება მიდიოდა, მე გამონაწილეს ერთთან და მოვიდა მეორე მომიტაცა, მე შევესწარი ამაზე, როგორ გულდაწყვეტილი იყო ეს კაცი, რომელიც ელოდა, რომ რამდენიმე კაცი იქნებოდა იმას, რომ იმან რატო წაიყვანა. და არის იქ კიდე წერილებში ბევრი ესეთი საინტერესო ეპიზოდი აღწერილი და ეს იყო ნამდვილად საქართველოსთვის და იმერეთისთვის ბუნებრივი გარემო და არა ის, რომ დაგცინიან ხოლმე ცალკმად დაპატიშეს, ცალკმად კი არა, ადამიანები თან გადაგვყვენ და ძალიან გაიხარეს და გაიხარეს ჩვენი სტუმრობით და რა თქმა უნდა სოფლის ერთფეროვანი ცხოვრება გარკვეულწილად შეიცვალა იმ სილამაზით, რომ ყველა ადამიანები ერთმანეთს უჭირდებით და მადლობა ამ დღის შემოქმედს ქალბატონი იზას და მართლაც მიზანმიმართულად რაღაც დიდი იდეალს ჩაიფიქრებს და ესე ნაბიჯ წიგს გამოსცემს, მერე audience მოაწყობს, კიდე რაღაცებს ჩაიფიქრებს და გადაარჩენს ხოლმე ამ სოფლებს და ამ ჩვენ ყოფას და მადლობა ქალბატონისას და მადლობა თქვენ ყველას. თუ მე რამე შევქმენი და რამე გავაკეთე, ეს თქვენგან ავიღე მაგალითი, ქალბატონი იზასგან ავიღე მაგალითი, რომ როგორ შეიძლება ესე უანგაროთ ემსახურო შენ ქვეყანას, შენ ხალხს და ვიღაცებს სიხარული მოუტანო და ჩვენ ახლა რუსთაველის ერი ვართ და ჩვენგან გასაკვირი არ არის რომ გასცემ რასაც გასცემ შენი რასაც გასცემ გეტახვებით რა ვიცი კიდე ბევრი ლამაზი რამის თქმა შეიძლება მაგრამ აი მე გავაგზავნებ თქვენ ნათქვამს სწორედ ამ ჩვენ მასმედელებთან დაკავშირებით როგორი აღთოვანებული როგორი აღტაცებულები იყო როგორი ბედნიერები იყვნენ შეიძლება ასე ვთქვათ რომ ამდენი ხალხი ჩავიდა რომ იმის ოჯახში სტუმრობდა უცხო ხალხი ეს ქართველი კაცის ხასიათია სტუმარ მასპინძლობას ხო ვერავინ ვერ ასწავლის ქართველობას და აი ეს იყო გამოხატულება ზუსტად ამის და მე არ შემიძლია ახლა თქვენ ახსენეთ ქალბატონი იზა კიდევ ერთხელ აი ყველაფერი ამის შემოქმედი და მე არ შემიძლია არ თქვა რახან ფარცხნალში ვიყავით და ფარცხნალთან დაკავშირებული ეს რომ აი რა შეუძლია ერთ ადამიანს ახლა მე ხუმრობ ხოლმე რომ კოლონიერება უნდა გავაკეთო იზაბებხაძის და ყველა რაიონულ თითო რაიონში თითო იზაბებხაძე უნდა გავაჩინო მეთქი რატო უყურეთ ახლა თქვენ ინგრეოდა სახლი იყო ესეთი მემორიალური დაფა გააკეთებია თქვათ ევგენი და არჩილ ხარაძეების სახლზე. მემორიალური დაფა გააკეთებია ცნობილი ეთნოგრაფისტ და ბოტანიკოსის ანა და რუსუნა ხარაძეების სახლზე. უკვე თავისთავად მემორიალური დაფა ხო ყურადღებას მიაქცევინებს იქ ჩასულ ადამიანს ადგილობრივ სტუმარს არა? ეს უკვე თავისთავად განგაწყობს რომ შეიძლება არ გიფიქრია იქაურ კაცს ამაზე რომ ამხელა ხალხი ყოფილან რომ აი ესეთი წარწერები უჩნდება სახლებს და გასაკვირველია აი გალაქტიონის სახლში გალაქტიონის ნამყოფ სახლში მოგვიწია ჩვენს ცხოვრება და ნუ მე ახლა ვერაფერი ისე ერთი ოთახია ეს გალაქტიონის ოთახი ქვია მას ახლა იქ ოჯახი ცხოვრობს არაჩვეულებრივი ხალხი მე მინდა ქალბატონ ნინო და ელგუჯა ხარაძეებს დიდი მადლობა უთხრა დღესაც იმ არაჩვეულებრივი გულთბილობისთვის იმ არაჩვეულებრივი სიყვარულისთვის რომელიც მათ გამოხატეს და მე მქონდა მართალია ეს არ არის ორიგინალი, მაგრამ ფოტორეპროდუქცია არის ჩვენი თანამემამულის ამერიკაში მცხოვრები შესანიშნავი მხატვრის ცისანა ჯანაშვილის ნახატისა გალაქტიონი დახატა მან და ნუ ახლა მე მიგზავნის ხოლმე ამ იმას ფოტოასლებს და რასაკვირველია ეს ასლი მე ჩავიტანე რომ დევიზი ჩემი რა იყო რომ ამ იმით რომ ყველამ რაღაცა ერთი ნივთი შევძინოთ ახლა ერთადერთი გალაქტიონის წეული რაც დარჩა იმ ოთახში გალაქტიონის ოთახში არის სკამი იმდროინდელი დანარჩენი ახლა იმის შემდგომია მაგრამ თავისთავად ერთი ნივთიც კი გალაქტიონის სახელზე თუ არის უკვე დიდი რამეა და ჩვენც იქ კარგი ნახატია თქვათ რომელიც არის შესასვლელში რომელმაც რაღაც შთაგონებაც მისცა ჩვენს შესანიშნავ მხატვარს ილო პატაშურს რომ ამ გალაქტიონი რო შემოეპეტა რომ გააუყარი შევატყე რომ უკვე რაღაც დაიმუხტა სხვანაირად და ესე ჩავიდა მე გაიარა ფეხით ის გზა რომელზედაც გალაქტიონი დადიოდა ყოველდღიურ სკოლაში მისულიყო და აი ამან რასაკვირველია მისა. ეხლა ჩვენ გვრჩება ზუსტად 4 წუთი და მაიამაც და ნინომაც უნდა წაიკითხოთ თავიანთი ლექსები.
ჩემ სოფელში. აქ ჩემ სოფელში წუთი სოფლის მზე არ ბერდება. პირს დაიბანს და გადმოაფენს ხივთა დალალებს და თეძო სავსე დედამთილებს მთებს გაუღიმებს. ნატიფს ხეულზე კაბა მოსავს მზეს ხელთუქმნელი, ცივ მდინარეთა მომარმაშე წყლის ატლასების, მწუხრზე მარჯნისფერ მოქარვის ფროქობა არშიით, განთიაძე კი გვირილების ოქროს მაქმანით. აქ ჩემ სოფელში თმაქოჩორა ვაჟებს არ სძინავთ, დღეს უმცირესი ფოთლის სუნთქვაც ესმით და სიზმრებს, ძარღვ გახსნილ მიწის წყალწმინდას და უმძრახს ატანენ, რომ შეიძლება ეს სამოთხე ხვალ აღარ იყოს, ასე გახდეს სოფელ ყოფილი. აქ ჩემ სოფელში ასულები მოჰგვანან ფრესკებს, თავთავებივით დაპურებულ მკერდებით დააქვთ ფუძე კარის და ჯიჟჯილაგის არმოშლის აღთქმა და ლეგენდებით და მითებით თავმოდგმულ ზამთრებს თიხის ქილებში გაყვითლებულ ხავსებს აცლიან. აქ ჩემ სოფელში შავოსანი დედების ხელებს საკმეველის და მინდვრის ფხალის სურნელი აზდის. აქ ყოველღამე იხარშება ცრემლის კორკოტი, რომ მზის ამოსვლას დაასწრონდა ცრემლ მოწმენდილზე ჩამოარიგონ ქრივობოლთა კარდაკარ ლოცვად. აქ ჩემ სოფელში უხუცესი დგას მეციხოვნეთ, სინდის ნამუსის, ტყუან მართლის საცერ სამტკიცით და დაკოჟრილი წყვილი ხელი ფქვავს და ღერღავს ცხოვრების მარცვლებს. აქ ჩემ სოფელში წუთი სოფელს ბეწვის ხიდი აქვს, ხელის ცეცებით მიმოდიან მიწის სტუმრები, იხარჯებიან, ივსებიან და გადმოდიან ზოგჯერ უჭურჭლოსულიდან და სახელებიდან, ხოლო ქვითკირის ქვაღობიან ფიქრის სახლებში, წუთის სოფელი სოფელს უთმობს ბოლო წუთის ფიქრს, სადაც დედები დედის ჯვრით და რწმენის ფარხმალით ებრძვიან ღამეს, უძილობამზე რა აყოლილს, ებრძვიან დაღლას, ცემს და ტკივილს და იმარჯვებენ. ახლა მაიკო ჩქარა რომ ვეცდები სოფელი მაინც წუთია. დრო მიდის, ეს დრო შენ გარეშე რანელა გადის. არცლოდინია გილგამეშის გზაზე ადვილი. ნეტავი რატომ რა შეუჩდათ წყეულ საათებს მიზოზინებენ უდაბნოში ქარავანივით. როცა ერთად ვართ განუყრელად მე, დრო და ფიქრი, შენზე დღეებზე, შეხვედრებზე ქალაქად, სოფლად, უძრავად ვყრივარ გაფანტული მინდორში იფქლად. არ ვიცი სად ვარ, მაგრამ ვიცი სად მინდა ყოფნა. ნეტავ ჩვენამდეც თუ უყვარდათ ასეთი გზნებით, როცა ატლასიან უხეში ჯვალო ემოსად, ან სულ თავიდან ედემში რომ ცოდვის ვაშს კრებდნენ, სინჯავდნენ ნაყოფს მხოლოდ მათთვის ნაცნობ გემოსი, ვინ განსჯის, როდის მართალი ვარ, ან როდის ვცდები, ცხოვრება მუდამ მაშინებ და სწორედ ამიტომ სუსტ მხრებზე ვზიდე წუთი სოფლის სიზიფეს ქვები, რომ ფიქრში მაინც თავშესაფრად ციხე ამეგო. დღეს შენი ფრთები ლივლივებენ ჩემ ფრთებთან ახლოს და ჩემი ფრთები ლივლივებენ ღრუბლების ავლით. ბედნიერება განკაცდა და ჩემ სულში სახლობს, ბედნიერება განკაცდა და სიცოცხლეს ავე. ალბათ აქვს აზრი ამ სიყვარულს, მშანთავს და მტანჯველს, ამ სოფლიური ცდუნებისთვის ბრძოლას თუ კი აქვს სიცოცხლეში რომ ერთხელ უხთოდ უნდა გიყვარდეს, რადგან სოფელი დალოცვილი მაინც წუთია. მოულოდნელად ჩაუცურდა სინათლეს ჩადრი, რომ ვიღუპები მაგძნობინა და გამაფრთხილა. დრო მიდის, ეს დრო შენ გარეშე რანელა გადის, არცლოდინია გილგამეშის გზაზე ადვილი. აი, ძირფასო რადიოს მშენლებო, ამ შესანიშნავი ლექსებით დავამთავროთ პროგრამა ჩვენი საგანძურის დღევანდელი გადაცემა, რომელიც მიეძღვნა ჩვენ ხარაგაულში სოფელ ფარცხლაში გამართულ ლიტერატურულ კონკურს ოდეონს. გადაცემის სტუმრები კი ბრძანდებოდნენ ლიტერატურულ კონკურსში გამარჯვებული პოეტი ედუარდ უგულავა, პრიზიორი პოეტები ნინო მოდრიკილაძე და მაია მიქაია, ოდეონის დამხმარე და მხარში მდგომი ქველმოქმედი ფრიდონ მაღრაძე, რომელთაც თქვენი სახელი დიდ მადლობას ვუხდით სტუდიაში მობრძანებისა და საინტერესო საუბრისათვის. გადაცემას უძღვებოდი პროგრამის ავტორი ივანე ჯაფარიძე, საერთო პულტთან თამარ ჯანიაშვილი მუშაობდა. დღევანდელი გადაცემის განმეორებით მოსმენა შეგიძლიათ ხვალ კვირას 19 საათსა და 10 წუთზე ინტერნეტში კი საიტზე radio 1.g ჩვენი საგანძური. გემშვიდობებით მომავალ შეხვედრამდე. ახლა კი მოისმინეთ მორიგი გადაცემა რადიო თეატრის მიერ მომზადებული პროექტიდან შოთა რუსთაველის ვეფხისტყაოსანი. ამ თარგმნისაგან საძებნად წასვლა მეორე ნაწილი კითხულობს საქართველოს სახალხო არტისტი გიზო სიხარულიძე. Студия.
შოთა რუსთაველი, ვეფხისტყაოსანი. ავთანდილისაგან მის ყმისად ძებნად წასვლა. გაგრძელება. კითხულობს გიზო სიხარულიძე. მადლიერებით მოვიხსენებთ ყველა იმ პიროვნებას, რომელთა შრომის შედეგად შეიქმნა ეს ფასდაუდებელი ჩანაწერები. აჰა, მიხვდავ თანდილსა ხაწთა ცრემლით არ დათოვნა, რადგან ცუდად არ წაუხთა მას ეზომი გარეთ ყოფნა, კაცსა მიხვდეს საწადელი, რას ეძებდეს უნდა პოვნა, მაშინ მისგან აღარ ახამს გარდასრულთა ჭირთა ხსოვნა. უთხრა თუ ძმანო ვარ ვინმე ღარიბი უადგილოსა, მე იმაყ მისსა საძებრად მოვშორდი საგაზრდილოსა, ათ თქვენგან მიხვდი საქმესა ყოლა არსა ადგილოსა, ღმერთინცა ნურას ნუღარიკვს თქვენთას დასახრე ჯილოსა. ვითა მე მიხვდი წადილსა ჩემის გულისა ნებასა, აგრემცა ღმერთი ნურას იკვს ძმისა თქვენისა ვნებასა, უჩვენა მისი სადგომი მიდითო ნება-ნებასა, ჩრდილსა გარდასვით მაშყვალნი მიეცით მოსვენებასა. ესე უთხრა და წავიდა, ცხენი გაქუსლა დეზითა, ვითა გავაზი გაფრინდა არ გაშვებული ხეზითა, ან მთვარე ზისა შემყრელი მზეს სინათლითა ზეზითა, დაივსო ცეცხლი შემწველი მისითა მან მიზეზითა. მიეწურა იგონებდა ახლო შეყრა ვითა აგოს, საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს, ხამს თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს მოიცაგოს. რადგან ისი არის სადმე უცნობო დაისრე რეტად, რომ ეკაც არ მიუშვებს საუბრად და მის საჭვრეტად, მივეწევი შევიყრებით ერთმანეთის ცემაჟლეტად, ანუ მომკლავს, ანუ მოვკლავ დაიმალვის მეტის მეტად. ავთანდილი ტყვის ეზომნი ჭირნიმცა რადვაცუდენი, რაც აღარის არ არს, თუმცა არ ედგნეს ბუდენი, სადაცა მივა მივიდეს, რაზომც მოვლოდეს ზღუდენი, მუნიდგან ვძებნნე ხონენი ჩემნი არ დასამრუდენი. წინა უკანა იარნეს ორნი დღენი და ღამენი, დღისით და ღამით მაშვალნი არ შეჭამათ თამჭამენი, არ სადა ხარნი არ დაყვეს ერთნი თვალისა წამენი, მათ თვალთა ცრემლნის დიოდეს მინდორთა მოსალამენი. დღისით ვლეს და საღამოშამ გამოუჩნდეს დიდნი კლდენი, კლდეთაშიგან ქვაბნი იყვნენ ძირსა წყალნი ჩანადენი, წყლისა პირსა არ ითქმოდა შამბი იყო თუ რასდენი, ხე დიდრონი თვალუწვდომი მაღლა კლდემდი სანაყრდენი. მან ყმამან ქვაბსა მიხმართა გალნა წყალნი და კლდენია, ავთანდილ ცხენსა გარდახთა მონახნა დიდნი ხენია, მასზე და ჭვრეტად გავიდა ძირსა და აბა ცხენია, მუნით უჭვრეტდა იგი ყმა მივა ცრემლმინადენია. რა ტყენი გალნა მან ყმამან მოსილმან ვეფხისტყავითა, ქვაბის საკარსა გამოდგა ქალი ჯუბითა შავითა, ატირდა მაღლად ცრემლითა, სხვათაცა შესართავითა, იგი ყმა ცხენსა გარდახთა, ყელსა მოეჭდო მკლავითა. ყმამან უთხრა, დაო ასმად, ხიდნი ზღვასა ჩაგვიცვივდეს, ვეღარ მიხვდით ჟამიერად, ჩვენ ვისნიცა ცეცხლი გვწვიდეს. ესე თქვა და მკერდსა ხელნი იკრნა, ცრემლი გარდმოსწვიმდეს, ქალი შებნდა მოეხვია, ერთმანერთსა სისხლის წმიდეს. იგი ტევრი გაეხშირა დანაგრეჩსა მათსა თმასა, ერთმანერთსა ეხვეოდეს ყმა ქალსა და ქალი ყმასა, იზახდიან, მოთქმიდიან, მოსცემდიან კლდენი ხმასა, ავთანდილს ჭვრეტს გაკვირვებით, მათსა ეგრე ქცევას მასა. სული დაიღო მან ქალმან,
დათმო გულისა წყლულობა ქვაბ შეიყვანა ტაიჭი მოხადა აკაზმულობა მას ყმასა შეხსნა შეიღო აბჯრისა წელმორტყმულობა შინა შევიდეს მას დღესა გარდახთა გამოსრულობა ავთანდილს უკვირს ამბავი ისი თუ ცნაო მერითა გათენდა ქალი გამოდგა მოსინი მითვე ფერითა შავსა აუდვა ლაგამი სწმენდა რიდის საწვერითა შეკაზმა მოაქვს აბჯარი წყნარად არ რამე ჩხერითა მის მოყმისა წესი იყო მეც სათურე არ ასხეჯდა ქალი ტირს და მკერდსა იცემს თმისა პევრსა გაიგლეჯდა ერთმანერთსა მოეხვივნეს აკოცა და ცხენსა შეჯდა ასმათ აგრეთ აღრეჯილი ყლა უფრორე დაიღრეჯდა ავთანდილ ახლოს ყლანახა სახე მისივე კაცისა ულვა შაშლილი წვერგამო ნუ თუ მზეაო თქვა ცისა ეყნო სასული ალვისა ქართაგან მონატაცისა ასრე უჩნს მოკლა ლომისა მართვითა ლომსა ვაცისა მასვე გზასა წამოვიდა რომე გუშინ შეეარა შამბი გავლო გაეშორა თავი მინდორს გააგარა ავთანდილს ჭვეთს გაკვირვებით მალვით ხესა მოეფარა თქვა თუ ღმერთმან ესე საქმე მეტად კარგად მომიგვარა აც ამას ჩემთვის ღმრთისაგან სხვა საქმე რა ვამჯობინო ქალი შეიპყრა მის ყმისა ამბავი ვაამბობინო ჩემიცა ვუთხრა ყველაი მართალი გავაბრჭობინო მას ყმასა ხრმალი არ ავკრა არც მისი დავისობინო